დღეიდან დაიწყო ბავშვებო პეტრე პავლობის მარხვა. მარხვა იცით რა არის? მარხვა არის, როდესაც ადამიანი თავს იკავებს ღვთის სიყვარულისთვის. გარკვეული სახის საკვებისგან და არა მარტო საკვებისგან. მარხვა მარტო ის კი არა რაღაცა ან შეჭამო, ან არ შეჭამო. არც უნდა თქვა ადამიანზე რაიმე ისეთი, რაც შენზე არ გინდა რომ თქვას და პირითაც იმარხულებ. არ უნდა შეხედო ადამიანს იმ დროს, როცა მან არ გინდა რომ შენ შემოგხედოს. აი სიტყვაზე ვამბობ, შენ წაიქეცი და ხო არის ხოლმე რომ წაიქცევი, აქეთ-იქით იყურები, ნეტავი მე ხო არ დამინახა. აი მით უმეტეს თუ ცოტა სასაცილოდ წაიქეცი, ხო? იყურები, ნეტავი მე ხო არ დამინახა. და ხო გინდა რომ შეხედავ, ყველა სადღაც იყურებოდეს და არ შემოეხედათ შენთვის. ხო ეგინა, თუ ყველა გაკვირდებოდეს, აბა როგორ წაიქცო და სიცილი დააყაროს, ეგრე გინდა? ხო და შენ უნდა მოარიდო თვალი. მისი სიყვარულის გამო თვალი მოარიდო. ყური მოარიდო ყველაფერ იმას შენს მოყვასზე, რასაც იტყვიან, ისეც შენ რო არ მოგეწონებოდა, შენზე რომ ეთქვათ. გესმით? აი ვიღაცაზე ამბობენ, რომ აი დავუშვათ უზრდელი ბავშვია. შენ არ უნდა უსმინო. იმიტომ რომ შენზე რო ეგ თქვან, მოგეწონება? მოგეწონება შენზე რო თქვან, უზრდელიაო. აი რაღაცა დაფიქრდი და იმიტომ შეგეკითხე. ხო. და ყველაფერში უნდა ისე გააკეთო, რომ შენ რო გაგეხარდებოდა. ხო გესმით? აი ეგ არის მარხვა. და ახლა თქვენ პატარები ხარ, ჯერ ხორციელი მარხვა შეიძლება ცოტა ადრეა თქვენთვის, მაგრამ აი 4-შაბათი პარასკევი კი შეიძლება რომ იმარხულოს ადამიანმა. ახსარება თქვას, ახსარებით აი მაგალითად რა ქვიაო, რა მითხრა, კეთილი ბიჭი როა, იოანე. 1-2 თვის წინ ხელები ხო დაიბანე ბოლოს. თუ როდის დაიბანე? 2 თვის წინ ხო დაიბანე? ხო და აი იმიტომ გეკეთე ჭუჭყიანი. დღესაც რო დაგებანა, უფრო სუფთა გექნებოდა, ხო მართალი? იოანე გარდა იმისა, რომ კეთილია, ჯიგარი ყოფილა. ხო და რაც უფრო მალ-მალე იბანს ადამიანი ხელებს, უფრო სუფთა, თუმცა იქაც ზომიერებაა საჭირო. ყოველ 5 წუთში კი არ უნდა ხელებს დაბანა. ო, რაღაცას რომ კი ბატონო. და უნდა ეზიარებოდეს ადამიანი. ახლა ქუთაისში რამდენი ტაძრებია, წარმოიდგინეთ, რამდენი ტაძრებია. ყველგან შეგიძლიათ მიხვიდეთ. თუმცა ერთგან უნდა გყავდეთ მოძღვარი, ახსარებას ამბობდეთ, ეზიარებოდეთ და ასე შემდეგ. ამით თქვენი სული განიწმინდება. თქვენ გულში ღმერთი შემოვა და დიდი სიხარული გექნებათ. აი ძალიან მნიშვნელოვანია.